შეღებილი ატამის სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორები გურჯაანის პოლიციაში გამოიკითხნენ ფაქტით, სურსათის ეროვნული სააგენტოს დაინტერესდა. შეღებილი ატამი ამოღებული და დალუქულია, ნიმუშები კი ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მეპატრონე ამტკიცებს, რომ დაზიანებული ატამი სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად ხუმრობის მიზნით შეღებეს. მარიამ მელაშვილი გიამბობთ. ბაზარს რაოდენობა სჭირდება. სურსათის მიზანმიმართული დაბინძურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩუმლაყში ატამს პულივიზატორით ღებავენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა. პროდუქტი დალუქულია, ნიმუში ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. ვიდეოს იდეის ავტორები კი გამოგითხეს. ხუმრობა თუ რეალური ქმედება, მას შემდეგ რაც ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსული პოპულარობით გავრცელდა, იდეის ავტორები თავის მართლებაზე გადავიდნენ. რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა რა და დავასხეთ პოლიმიზატორი ესეთი რაღაც გავაკეთეთ. მე ეს კი გადავდგით, არსად არ წასულა რეალიზაციაზე. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე. მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ. მოხდა თუ არა შეღებილი ატამის სარეალიზაციო დახლებზე, ამას სურსათის უნებლობის სამსახურის მოკვლევა აჩვენებს. მოქალაქეები, რომლებმაც ვიდეო სოციალურ ქსელში ნახეს, ფაქტს აღშფოთებით შეხვდნენ. რა გაუჭირდა საქართველოს, რომ ატამის შეღებონ, როდესაც ატამის ქვეყანა კახეთი. საზიანო აბარ არის აწამლავის დასხმა ატამზე. სასარგებლო რო არ არის და რაღაცა პრობლემებს რო გამოიწვევს, ამას სხვა აზრი არ უნდა. ვეღარ ვენდობი ვერავისთე ეს არის. რა ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო შეღებილი ატამია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სავალალო შედეგებზე საუბრობენ, თუმცა აქ გასათვალისწინებელია მიღებული საკვების ოდენობაც. ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას. ჯერ ეს ერთი, რომ თვითონ ნაყოფი არის უმწიფარი. და აქედან გამომდინარე, თვითონ საღებავები იმისდა მიხედვით, თუ რა წარმოშობის არის, იძლევა სხვადასხვა დაზიანებას. ეს არის დაუშვათ სისხლის შეცვლილებები, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი გასაჯაროვდება.